დიდი მადლობა, ალექს. საღამო მშვიდობისა ყველას. ქალბატონებო და ბატონებო, გასული კვირა შოკის მონგრელი იყო. პრეზიდენტმა ტრამპმა წარმოადგინა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც, როგორც ჩანს, თეირანმა უკარნახა. მან და ჯეიდი ვანსმა სასტიკად გააკრიტიკეს ისრაელი, ამერიკის უახლოესი და შეუცვლელი მოკავშირე ამ ომში. ეხლა დონალდ ტრამპი ერთადერთი ამერიკელი პრეზიდენტია, რომელმაც ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ომი აწარმოა. მან და ისრაელმა თითქმის დაამარცხეს ისინი. მათი მიღწევები ირანის რეჟიმის მკვეთრად დასუსტებაში სრულიად გასაოცარია. მაშ, რატომ მოუშვა მან მოულოდნელად ზეწოლა? რატომ დათმო უპირატესობა და რატომ მისცა ირანს ძალა, რომ მოვლენები თავის ნებაზე წარემართა? მე ვთვლი, რომ ამ გამოცანის პასუხი ამერიკას, ბრიტანეთსა და ევროპას აერთიანებს. არც ერთი მათგანი სრულად ვერ ხვდება, რა ომი მიმდინარეობს მათ წინააღმდეგ. ეს ისტორიის უპრეცედენტო და სეისმური მომენტია. ისრაელსა და ებრაულ სამყაროზე თავდასხმა ყველა მხრიდან მოდის. 7 ოქტომბრის ბარბაროსობამ დასავლეთს გამოწვევა წაუყენა. აირჩევდა ცივილიზაციას თუ ბარბაროსობას. ეხლა უკვე ვხედავთ, რომ დასავლეთის დიდი ნაწილი სამწუხაროდ ბეით შეექცა ცივილიზაციას. ისრაელის გენოციდური თავდასხმისგან დაცვის ნაცვლად დასავლეთი პირიქით ისრაელსა და ებრაელ ხალხს დაუპირისპირდა, რაც გონიერებისა და მორალური ორიენტირების უპრეცედენტო დაკარგვას ნიშნავს. რაც ჩვენ ხედავთ, პირველ რიგში არის ისლამისტური ომი დასავლეთის წინააღმდეგ, რომელიც მიმდინარეობს ისრაელსა და ებრაელებზე შეტევით. ისლამისტებს ყოველთვის უთქვამთ, ჯერ ებრაელებზე მოვდივართ, შემდეგ კი ქრისტიანებზე. სამწუხაროდ, დასავლეთის დიდი ნაწილი ამას ვერ ხვდება. ისინი ვერ აკავშირებენ ამ ყველაფერს ერთმანეთთან. შედეგად, ბრიტანეთში, ევროპასა და ამერიკაში უარს ამბობენ იმაზე, რომ საკუთარი თავი დაიცვან. პრეზიდენტი ტრამპი მყისიერად შემოტრიალდა, რათა ხაფანგს თავი დაეღწია. ეს ხაფანგი იმიტომ გაჩნდა, რომ მისი სიტყვებით გარდაუვალი გლობალური ეკონომიკური კატასტროფა, რომელიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დაკავებას მოხვება, მისთვის მიუღებელია. მაგრამ უნდა ვკითხოთ, როგორ შეიძლება, რომ ძლიერ ამერიკას არ შეუძლია დაამარცხოს ძლიერად დასუსტებული ირანი? მოკლე პასუხი ისაა, რომ ამისთვის ალბათ ამერიკული სახმელეთო ჯარების შეყვანა იქნება საჭირო. და ეს ისაა, რაზეც პრეზიდენტი თავს არ აიღებს, რადგან ამერიკელი ხალხი ამას არ მიიღებს. რატომ? ეს იმიტომ, რომ მათ არ სჯერათ, რომ ირანთან ომი მათ ინტერესებთან კავშირშია. ეს ნამდვილად გასაოცარია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო 4 ათეულ წელზე მეტია ასობით ამერიკელი ირანის მიერ თავდასხმისა და მკვლელობის მსხვერპლი გახდა. როდესაც ირანი თავის ომს აწარმოებდა, სიკვდილი ამერიკას, ასეთი შეძახილებით. რასაც ეს ნიშნავს, ამ მემორანდუმში გაწერილი ინიციატივა არის ის, რომ ახლა ყველამ დაინახა. ამერიკა მზად არ არის გაიღოს საჭირო მსხვერპლი საკუთარი თავის დასაცავად. და ეს კიდევ უფრო გაამხნევებს ბოროტ ძალებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში დასავლეთს ემუქრებიან. ამასობაში ბრიტანეთი და ევროპა საერთოდ არ სურთ ომში წასვლა. ისინი კუმბაიას ლიბერალური უნივერსალიზმის კარნახით მოქმედებენ, რაც ნიშნავს, რომ ამბობენ, ყველა კონფლიქტი მოლაპარაკებითა და კომპრომისით უნდა დასრულდეს, თუდაც გენოციდურ ფანატიკოსებთან. ისინი ამბობენ, რომ ომით არასდროს არაფერი გადაწყვეტილა. საინტერესოა, რას ფიქრობენ ისინი 1939-დან 1945 წლამდე რა ხდებოდა? მათი რწმენა, რომელსაც ადამიანთა საძმო ჰგონიათ, იმას ნიშნავს, რომ საკუთარ ქვეყანაში მრავალკულტურიანობა და მასობრივი იმიგრაცია მიიღეს. თავიანთ თავს უთხრეს, რომ რასიზმია საკუთარი ისტორიული კულტურის სხვებზე მაღლა დაყენება, რადგან დასავლეთი კოლონიზაციისა და თეთრკანიანობის პირველ ყოფილი ცოდვებიდან დაიბადა. ამიტომაც მილიონობით მუსლიმი იმიგრანტი შეუშვეს
და ახლა მათი საზოგადოებები ისლამიზაციის გზაზე დგანან. ეხლა მოდი ნათლად ვთქვათ. ბრიტანეთსა და ევროპაში ბევრი მუსლიმი არ წარმოადგენს არავისთვის საფრთხეს. ისინი სურთ იცხოვრონ როგორც ბრიტანეთისა და ევროპის მოქალაქეებმა და ისარგებლონ დასავლური საზოგადოების უპირატესობებით. მაგრამ მათგან ძალიან ბევრს ეს არ სურს. ისინი ნამდვილად წარმოადგენენ საფრთხეს. იქნება ეს ტერორიზმის გზით თუ კულტურის ისლამიზაციის დღის წესრიგით. მაგრამ დასავლეთის პოლიტიკური და კულტურული ელიტები ამასაც კი არ აღიარებენ. პირიქით, ყველა იმ ადამიანს, ვინც განგაშტეხს, ისლამოფობად, რასისტად ან ფაშისტად აცხადებენ. ბრიტანეთში ამის შედეგი იყო, მაგალითად, უარი ემოქმედათ ცნობილი, ძირითადად მუსლიმური გაუპატიურებისა და ბავშვების გარყვნის ბანდების წინააღმდეგ, რომელთა შესახებაც წაგეკითხავთ. არსებობს განზრახ თვალის დახუჭვა მეჩეთებში, ჯიხადისტი მქადაგებლების მიმართ, რომლებიც დასავლეთისა და ებრაელების წინააღმდეგ მკვლელურ სიძულვილს აღვივებენ. და სექტანტური ისლამური ღაზა უპირველესად პოლიტიკის აღმავლობა, როცა ბრიტანეთში სულ უფრო მეტი პოლიტიკოსი ნერვიულად ასრულებს მუსლიმების მოთხოვნებს, რომლებიც ბრიტანეთის ისლამთან ადაპტირებას ცდილობენ. ამ ყველაფრის და სხვა მიზეზების შედეგია ის, რომ ბრიტანეთი და ევროპის ზოგიერთი ნაწილი ზუსტად იმ ბაყაყს გავს, რომელიც ნელა იხარშება ქვაბში. და მეშინია, რომ ამერიკის ზოგიერთ ნაწილშიც, მაგალითად ნიუ-იორკში, უკვე ჩანს მსგავსი ტენდენციები. ეხლა 7 ოქტომბრის შემდეგ აღტაცებული ისლამისტები, რომლებიც ირანის რეჟიმის მსგავსად ფიქრობენ, რომ ისრაელისა და დასავლეთის საბოლოო დამარცხება ახლოსაა, სათავეში უდგანან დიასპორელი ებრაელების წინააღმდეგ შეტევას. მაგრამ მათ მხარს ბევრი არამუსლიმიც უჭერს. რაც ასე შემაწუწუნებელია, არა მხოლოდ დემონსტრაციებია ებრაელების მკვლელობისა და ისრაელის განადგურების შეძახილებით. საუბარია იმაზე, რომ ებრაელებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები გაორმაგდა, მაშინაც კი, როცა ებრაელი ადამიანები სასტიკად დაესხნენ თავს, ან ზელს მოკლეს ბრიტანეთში და სხვა დასავლურ ქვეყნებში. სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ებრაელებზე ძალადობა კიდევ უფრო აღვივებს სისხლის ცხურვილს. არავის უნდა ებრაელების მსხვერპლად ყოფნის შესახებ მოსმენა. არავის უნდა ანტისემიტიზმის შესახებ მოსმენა. ყველა ბარიერი ებრაელების სიძულვილის წინააღმდეგ ჩამოინგრა. დასავლეთში არის მცდელობა არა მხოლოდ ისრაელის მოშორების, არამედ ებრაელების თავიანთი გონებიდან, სინდისიდან და სამყაროდან გაქრობის. ეს გამოვლინდა როგორც ანტიციონიზმი, რადგან ისრაელის ქცევის შესახებ გავრცელებული ტყუილები, რომელსაც იმეორებენ უნივერსიტეტები, მედია და გლობალური ჰუმანიტარული ორგანიზაციები, წარმოაჩენს ციონიზმს როგორც ბოროტებას და ისრაელს როგორც ეშმაკურად ურჩხულს. და შემზარავია, რომ ეს სისხლიანი ცილისწამებები სინდისად არის წარმოჩენილი. ბრიტანეთში და სულ უფრო მეტად ამერიკაშიც სიმამაცე ახლა იმაში მდგომარეობს, რომ დაუჭირო მხარი ებრაელ ხალხს და ისრაელის სახელმწიფოს. ესე იგი, ყველაფერი დასრულდა? აბსოლუტურად არა. ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს ცივილიზაციის ამ მტრების წინააღმდეგ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთი მნიშვნელოვანი რამ იქნება გაგებული. ეს ბოროტი ძალები ძლიერები არიან მხოლოდ იმიტომ, რომ მათი მსხვერპლები ბრიტანეთში, ევროპასა და ამერიკაში სუსტები არიან. და ისინი სუსტები არიან იმიტომ, რომ არ აკეთებენ იმას, რაც საჭიროა საკუთარი თავის დასაცავად. ირანი ძლიერი არ არის, მაგრამ ამერიკის მრავალი ძლიერი იარაღი აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს, თუ ისინი არ გამოიყენებენ მათ. თუ ამერიკა არ აიღებს ვალდებულებას აიტანოს ის ტკივილი, რაც თავის ცხოვრების წესისთვის ბრძოლას ახლავს, მაშინ ირანი გაიმარჯვებს. და ამერიკა თავს სათანადოდ არ დაიცავს, რადგან ვერ ხვდება, რომ როდესაც მტერი ჰყავს, როგორც ირანის რეჟიმი, რომელიც თulis, რომ ღმერთი ავალებს ამერიკისა და ებრაელების განადგურებას, ნებისმიერი მოლაპარაკება მათთვის აღიქმება როგორც სისუსტე და ამერიკის დანებებაზე მანიპულირების გზა. ირანის დასამარცხებლად ამერიკამ უნდა შეწყვიტოს ყველა მოლაპარაკება და იბრძოლოს ბლოკადებით, სამხედრო მოქმედებებით ან საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ჯარის შეყვანით.
ბრიტანეთმა და ევროპამ თავადად შეიძლება დაიწყონ ბრძოლა, თუ შეწყვეტენ მუსლიმური სამყაროს ყველაზე პრობლემური რეგიონებიდან იმიგრაციას, აკრძალავენ მუსლიმთა საძმოსა და შარიათის სასამართლოებს და დააპატიმრებენ ან ქვეყნიდან გააძევებენ მეჩეთებში მოქმედ სიძულვილის მქადაგებლებს. დიასპორაში მცხოვრებმა ებრაელებმა უნდა შეძლონ წინააღმდეგობის გაწევა, პირველ რიგში იმით, რომ შეწყვიტონ ანტისემიტიზმზე გაუთავებელი ლაპარაკი. ამის ნაცვლად მათ უნდა დაიწყონ დასავლეთისთვის იმ აუცილებელი სიმართლეების თქმა, რომლებიც არასოდეს ითქმება. მაგალითად, რომ პალესტინური იდენტობა არის თაღლითობა, რომელიც მხოლოდ იმისთვის გამოიგონეს, რომ ისრაელი გაანადგურონ და ებრაელებს წაართვან საკუთარი ისტორია ამ მიწაზე. მათ უნდა უთხრან დასავლეთს, რომ ისრაელი ყველაფერს, რასაც აკეთებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. მათ უნდა თქვან, რომ სწორედ პალესტინელი არაბები არიან პოტენციური კოლონიზატორები და რომ სიონიზმი იყო მე-20 საუკუნის უდიდესი ანტიკოლონიური მოძრაობა. და მათ ასევე უნდა დაიწყონ ამერიკელებისთვის იმის თქმა, რომ ირანთან ომი არის ომი დასავლეთის დასაცავად. და რომ ისინი ყველა ამერიკაში დამოკიდებულნი არიან ისრაელზე, რათა უსაფრთხოდ იყვნენ ამერიკაში. ეხლა 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელი ლომივით იბრძვის. მისი ჯარისკაცები ასე იქცევიან, რადგან ისინი იბრძვიან თავიანთი ხალხისთვის, რომელსაც უყვართ, რადგან ისინი სისხლითა და ცრემლებით არიან დაკავშირებულნი. თავიანთ ისტორიასთან, კულტურასთან და იმ თაობებთან, რომლებიც მათზე ადრე იყვნენ და იბრძოლეს და დაიღუპნენ, რათა ებრაული ხალხი გადარჩენილიყო. ისრაელი იხდის ყველაზე მძიმე ფასს თავისი თავის დასაცავად, რადგან მისი ხალხი გადაწყვეტილია, რომ მათი ერი გადარჩეს. მათი იდენტობა, სიყვარული საკუთარი კულტურისა და ისტორიისადმი და მათი ხალხი აძლევს მათ იდეალიზმს, სიმამაცეს და იმედს. 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელელები დაუბრუნდნენ თავიანთ ისტორიულ ებრაულ ბედისწერას, როგორც გმირი, მებრძოლი ერი. დიასპორაში მცხოვრებმა ებრაელებმაც უნდა იგრძნონ თავი ამ მებრძოლი ერის ნაწილად. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უმეტესად გაქრებიან. ბრიტანეთი და ევროპა ვერ გადაუჩებიან თავიანთ კულტურულ თვითგანადგურების სურვილს. ამ კვირაში შოკირებული დავრჩი, როცა ვნახე, რომ ამერიკამაც შემაშფოთებლად გადადგა ნაბიჯი მათთან შესაერთებლად. პრეზიდენტმა ტრამპმა ვერ აიცილა ირანული მახე. როგორც მე ვფიქრობ, მისი დღევანდელი კომენტარებიდან ჩანს, რომ ის ამას კარგად აცნობიერებს. ან ის სწორად იბრძოლებს ირანის რეჟიმის დასამარცხებლად, ან ამერიკა დასრულდება როგორც ცივილიზაციის დასაცავი ძალა. ისრაელი ირანს ატომური ბომბის მოპოვების საშუალებას არ მისცემს. საჭიროების შემთხვევაში ამერიკის მონაწილეობით ან მის გარეშე, ისრაელი ირანს მარტო შეებრძოლება. ჩვენ ებრაელები გვჯერა, როგორც ადრე ითქვა, რომ ჩვენი ისტორიული მისიაა ვიყოთ ნათელიერებისთვის. ისრაელი ახლა შეიძლება გახდეს ეს ნათელი, აჩვენოს ამერიკას, ბრიტანეთს და ევროპას, როგორ იბრძოლონ, რა სჭირდება ბრძოლას და შესაბამისად, როგორ გადარჩნენ და იცხოვრონ. ისრაელი გადარჩება, რადგან ისრაელი ყველაფერს გააკეთებს თავის დასაცავად. გმირი, მებრძოლი ერი, რომელიც მთელ ცივილიზებულ სამყაროს იცავს. ეს არის ებრაელთა მომენტი. მე ვარ ისრაელ ჰაი.